აჭარაში რესურს ცენტრების ხელმძღვანელებიდან თანამდებობას ამ დრომდე მხოლოდ 2 ქობულეთის და ქედის წარმომადგენელი ინარჩუნებს. 4 რესურს ცენტრის ხელმძღვანელი კი ამ ეტაპამდე მოვალეობის შემსრულებლად რჩება. აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე ლადო გალობლიშვილი ამბობს, რომ ვაკანტურ პოზიციებზე კონკურსი ჩატარდება მაქსიმუმ ივლისის თვეში. შედეგები ივლისის ბოლოსთვის გახდება ცნობილი. ტესტირება 60%-იანი ბარიერით შეფასდება, რომლის გადალახვის შემდეგ მოხდება გასაუბრება. ცნობილია, რომ ტესტებს სამინისტრო არ დაბეჭდავს მასზე სხვა სახელმწიფო უწყება ისუნებს. კონკურსში სამინისტროს გარდა პროფკავშირები და დემოკრატიის ინსტიტუტი მიიღებს მონაწილეობას. მოვალეობის შემსრულებლებს ვადა 1 ოქტომბრამდე აქვთ. ჩვენ ამას არ ველოდებით და ჩვენ უკვე ვერ პირველი არის საკვალიფიკაციო მოთხოვნები უკვე ჩვენ გვაქვს ესე ვთქვათ დადგენილი. შემდეგ იქნება ტესტირება, რომელსაც რა თქმა უნდა ტესტირების მომზადება სჭირდება დრო და ამ ტესტირებას არ მოამზადებს აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო. ეს მომზადება სამინისტროს გარეთ, რათა უფრო დაცული იყოს გამჭვირვალობის და სამართლიანობის პრინციპი. კონკურსის გამოცხადებას ჩვენ ვარაუდობთ ივლისის პირველ კვირაში. შესაბამისად, შემდეგ იქნება 10 დღე საბუთების ასატვირთად. შემდეგ უკვე ჩატარდება, ფიქრობ ჩატარდეს ესე ვთქვათ საბუთების გადარჩევა. შემდეგი ეტაპი იქნება ატესტაცია და ბოლო ეტაპი იქნება გასაუბრება. ჩვენი ვარაუდით ეს ყველაფერი უნდა მოესწროს ივლისის ბოლოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ივლისის ბოლოს ესე ვთქვათ კომისია უკვე შეარჩევს 4 ვაკანტურ თანამდებობაზე 4 კანდიდატურას.